მე მიმაჩნია, რომ მაჟორიტარი დეპუტატი უნდა იყოს ერთგვარი კომუნიკატორი თბილისის მერიის, გნებავთ საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობაში. აქ მნიშვნელოვანია გამგეობასთან ერთად პრიორიტეტების განსაზღვრა. გამგებელი და მაჟორიტარი უნდა მოქმედებდნენ სინქრონულად. მოქალაქეებს რაც შეეხება გარდა თქვათ ესეთი ინფრასტრუქტურული მისი მიკროუბნის, დასახლების, ქუჩის პრობლემის, მათ პირადი საკითხებიც აქვთ, რომელიც ასე თქვათ ჩვენ პრივატულად ვცდილობთ, რომ შეძლების დაგვარად დახმარება აღმოუჩინოთ. ბატონშაბას სამოსლო პრობლემა არ არის, ძალიან კაი ადამიანია, რაც შეუძლია, რაც ხელთ არის მისი ძალაუფლება ყველას ეხმარება. ხა პრობლემები როგორც ყველა რაიონში ბევრია, რა თქმა უნდა. არ შეიძლება რომ ყველაფერი რასაც აკვირდება წამში ავიხდეთ. ყველაფერს დეტალურად რაღაცების გავდაჭიდეთ. 5-ზე გააკეთა ჯერჯერობით რა ვცხოვეთ. ჩვენ რო ყავს მაჟორიტარი, ყველა რაიონს ყავდეს. აი ეს ნაწილი, აი სკვერი გავაკეთეთ, არჩეულებრივი და შევინარჩუნეთ ეს მწვანე ხეივანი, რა ეს სავიზიტო ბარათია. ყველა სკოლასთან დავსვით ეს ნიშანი, ეს არ არის სტანდარტული ნიშანი, არ არის, ღამე კარგად ჩანს. აი ახლა ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ულამაზეს სკვერში, რომელიც შეიძლება ითქვას ავჭალის ესე ვთქვათ შვენებას წარმოადგენს და ეს არ არის დასრულებული პროექტი, ეს განგრძობადია და მას კიდევ შეემატება უკვე წინასწარ ამის მონახაზი არსებობს. არაჩვეულებრივი სივრცე გამოვიდა, სადაც ნებისმიერი ყველა თაობის წარმომადგენელი იპოვის თავის ასე ვთქვათ ზონას, თავის ადგილს გასართობად. რეკრეაციული ზონების შექმნა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. რა თქმა უნდა, მარტივი ტიპის მოედნებთან ერთად. აი გამარჯობა თქვენ. როგორ გიგითხოთ? რაო ბაბი, უდიდესი გამოწვევა არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, დედაქალაქს აქვს შემომატებული რაიონები და სადაც აუცილებლად უნდა ბოლომდე მივიდეთ იმ თვალსაზრისით, რომ უნდა იყოს ინფრასტრუქტურა მოწყობილი, წყალარინება, წყალი, რა თქმა უნდა, მოასფალტებული გზა და რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საზოგადოებრივი ტრანსპორტთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ვეძახით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოუმსახურებელ ზონას. ასეთი ზონა ჩვენ დედაქალაქში რამდენიმე ადგილზე დაგვრჩა. ეს ადგილი უკვე ავითვისეთ სოფელი გლდანიდან სარაჯიშვილის ქუჩამდე საკმაოდ დიდ რაოდენობა ჩვენს თანამოქალაქეებს ჩამოიყვანს. ასეთი კიდე გვაქვს დარჩენილი, მაგალითად კულაგლდანელის ქუჩის მაცხოვრებლებს არ აქვთ წვდომა ამ სატრანსპორტო ჰაბთან, ამ სატრანსპორტო კვანძთან. ეს აუცილებლად გაკეთდება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სასტუმრო ბახტრიონში, ავჭალაში, სადაც ჩვენი ადგილნაცვალი თანამემამულეები სახლობენ და რა თქმა უნდა, ზოგადად პრობლემა იყო ლიფტების აქ და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აუცილებლად მადლობა გადაუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილნაცვალ პირთა საკითხთა სამინისტროს, მათი დახმარების გარეშე ეს პრობლემა ვერ გადაწყდებოდა. პრობლემა იყო ამხანაგოვარო, ეხლა ამხანაგოვა რა ხან არის? თქვენ აუცილებლად ყველაფერს მიიღებთ, რაც ბმეას პროგრამით არის გათვალისწინებული. მე 33 წელია, რაც დევნილები ვართ. რა ვიცი, არც არავინ ველოდით რომ ლიფტი გაკეთდებოდა, მაგრამ ბატონის შალვას დამსახურებით ეს ყველაფერი გამოვიდა და მადლობა ამ ყველაფრისთვის. გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების ულამაზესი ბაღი და ზაჰესელ ბავშვებს აქვთ არაჩვეულებრივი საბავშვო ბაღი და საერთოდ ეს არის ახალი ინიციატივა ბატონი კახის მიერ, ეს არის მხარდაჭერილი, ყოველ ბაღს ექნება ერთგვარი საბავშვო ავტოქალაქი. ანუ ეს არის მოდელი ზებრა, ქუჩის მოდელი, პატარა შუქნიშანისა და ჩვენი შვილები და შვილიშვილები პატარაობიდან სკოლამდელი ასაკიდან დაეუფლებიან უკვე ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილების ამბას. ორი ბაღი გვაქვს ჩვენ უსაფრთხოების მიზნით დანგრეული, მე-13 და მე-14 ბაღები და წელს ერთი ბაღის მშენებლობა იწყება, ხოლო მომავალ წელს იმედი გვაქვს, რომ ორივე ბაღი უკვე ჩაბარდება ექსპლუატაციაში. მთელი წლის განმავლობაში 2026 წელს არის გაწერილი გეგმა გამგეობასთან ერთად, პრიორიტეტები არის განსაზღვრული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით სხვადასხვა მიმართულებით.